მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო, როგორ ხართ? მოკლედ სვიმიანი ამინდია. დღეს რა თქმა უნდა არ ვაპირებდი ვიდეოს ჩაწერას, მაგრამ რადგან ბოლო 2 დღის განმავლობაში უფრო მეტად მომივიდა მესიჯებიც, კომენტარებიც და მე დღეს კატომის მომწერა თან. ძალიან გთხოვ, დაიწყე ვიდეოების გადაღება. გთხოვ. ხოდა კიდევ ამონტაჟე მარტის თვეში რაც გადავიღეთ ცოტა რაღაც ვიდეოები, მაგრამ ეს ცალკე მინდა რომ ჩავწერო. თანზე უმას დავპირდი რომ მეთქი სპეციალურად თქვენთვის მოვალ. მეთქი და ხო, ჩემთან მივდივარ. თან ცოტა გავლა მიდოდა. და გეტყვით, როგორ ვარ, რა ხდება ჩემსკენ. ესე იგი, სულ დასვენება მაქვს. არაფერს არ ვაკეთებ გარდა იმისა, რომ ვისვენებ მართლა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ხო, ნახა მალე დავუბრუნდები ისევ ჩემს რეჟიმს. მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, აი ბოლო წლების განმავლობაში აი ესეთი მოდუნებული, აი მართლა რომ მოდუნდები და როცა წამოწოლილი ხარ მაშინაც რომ მართლა რომ ისვენებ და როცა სადმე რომ გადიხარ მშვიდად რომ გადიხარ და რაღაცა ზუსტად ასე ვარ ახლა. ხო და ვიფიქრე რომ ეს არაჩვეულებრივი შესაძლებლობა იყო იმისთვის რომ დამესვენა. მართალია ახლა სადმე რომ წავსულიყავი სიტყვაზე განმარტოების საშუალება რომ მქონა და უკეთესი იქნებოდა, მაგრამ სხვა დროისთვის იყოს. აი ასე. მეც ძალიან მომენატრა ვიდეოების გადაღება. ზოგადად ვინც ამ საქმით არის დაკავებული, ვისაც უყვარს. და ვინც ასე ვთქვათ, ყოველდღიურად თუ არა ხშირად მაინც იღებს ვიდეოებს და რაღაცა პაუზა ექნება, რაღაცა ესეთი შესვენება, ასე რომ დავარქვათ, ის ადამიანები ალბათ უფრო მიხვდებიან როგორი არის ეს და როგორ გაკლია შემდეგ, რაც არ უნდა კარგი მიზეზი გქონდეს სიტყვაზე, რომ აი დასვენება მართლა ძალიან კარგი მიზეზია იმისთვის, რომ არ გადაიღო ვიდეოები. ხო, ეს აუცილებელი იყო მე მჯერა ამის და საერთოდ თავიდან ცოტა სევდიანად მომეჩვენა და ცოტა ღელავდი ამის გამო, მაგრამ ახლა მიხარია, იმიტომ რომ მართლა დავისვენე. ხო, რაც შეეხება ვიდეოს, ჩვეულებრივად გადავიღებ. არაფერი წინასწარ ისეთი განსაზღვრული არ იქნება, მაგრამ ვეცდები რომ ისე გავაკეთო ყველაფერი როგორც მე მინდა, როგორც მე კომფორტულება, როგორც ჩემთვის იქნება უფრო სასიამოვნო და უფრო ასე ვთქვათ, ჩემი სულის გასახარად და ასევე რა თქმა უნდა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იზიარებენ ჩემს განწყობებს და ჩემს არსებობას ისეც როგორიც არის. ძალიან დიდი მადლობა ყველას კომენტარებისთვის, მესიჯებისთვის. კიდევ ერთი ისეთი შემთხვევა მქონდა. ავტობუსში ვიყავი კარებთან მიდექი და ერთი გაჩერების მერე უნდა ჩამოსულიყავი და რო გაჩერდა ავტობუსი ამოვიდა ერთი ქალბატონი და ესე პირისპირ მიდექით ერთმანეთთან. ვიყურებდა და ვიგრძენი რომ მიყურებს, აი რაღაცაირად ვიგრძენი რომ თითქოს უცხო არ ვარ მისთვის და მომიახლოვდა და ესე მითხრა რომ მე და ჩემი მეუღლეო სულ გიყურებთო და გელოდებითო. და მოკლედ რა ვიცი, ძალიან რაღაცა კარგი სიტყვები, რაღაცები მითხრა და უკვე აღარ მესმოდა ყურში იმდენად რეალურად შეიძლება არავინ არ იფიქროს, რადგან ვიდეოებს ვიღებ და რაღაც, მაგრამ
ზოგადად ვარ მორცხვი ადამიანი, ესეთ რაღაცეებზე ძალიან მერიდება, ესე პირისპირ რომ ვდგები ვინმეს წინაშე და რამე ისეც მეუბნებიან, ან შემაქებენ ან რაღაცა ძალიან მსხვენია ხოლმე და დავიბენი და ვერაფერი ვერ ვუთხარი საერთოდ გარდა იმისა, რომ უბრალოდ ჩავეხუტე და ვიცი რომ ამ ვიდეოსაც ნახავს ადამიანი იქთან გამომდინარე რა ლამაზად ჩანსაკ ხა ისე ვერ გამოჩენ ოც ადამიანები გელოდებიან ეს ნიშნავს რომ მართლა ყველა ვიდეო მოსმენილი და ნანახი აქვს და კიდევ მომწერეს რომ ვეძებო ვიდეოებსო და ვერ ვიპოვეო და რაღაცნაირად ისე ვიგრძენი თავი რომ შეიძლება ვინმეს მართლა უნდა და ყურება ძველი ვიდეოსი შეიძლება არ ვიცი ოდესმე იქნება და მართლა გამოჩნდეს ეს ვიდეოები მაგრამ ახლა მინდა რომ რაღაცა მინდოდა ესე რაღაცნაირად შინაგანად მინდოდა ეს რომ რაღაცა განთავისუფლებულიყო ადგილი და უფრო მეტი სიმშვიდე შემოეტანა ამას ჩემთვის და ჩემი ძიება ცხოვრებაში პირველი და მნიშვნელოვანესი ეს არის სიმშვიდე ის რაც ყველას გვჭირდება ხან არის ხან არ არის ამიტომ მისტრაფება მაქვს ესეთი რომ გამოვიმუშაო საკუთარ თავში და რაღაცნაირად ეს იყოს ჩემი როგორ გითხრათ ბილიკი რომელსაც მიუყვები და შთაგონებას მაძლევს ეს აზრი მადლობა ვერაფერი ვერ ვუთხარი ამ ადამიანს ჩავეხუტე უბრალოდ და იმედი მაქვს რომ მიგრძნო ეს ჩემი დაბნეულობა და ეს გულწრფელი ასე ვთქვათ დამოკიდებულება და მადლიერება რაც ერთადერთი რაც შევძელი ჩახუტებით რასაც არ ვიცი ძალიან იშვიათად ვაკეთებ ხოლმე მაგრამ თვითონ ამ მომენტმა ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე რომ შევძელი რომ ესე უცხო ადამიანს ჩავეხუტე ჩემთვის უცნაური არის ეს მართლა ოღონდ ადრე მქონდა ესეთი შემთხვევა ნათიას არ ვიცნობდი მაშინ ჩემს ნათიას და ესე ორი ნაბიჯის კარებთან საუზე რომ ცხოვრობდით მაშინ შემხვდა და მაშინ ესე ჩავეხუტე მასაც და ზოგადად ძალიან მიჭირს ხოლმე ესე ფიზიკური კონტაქტი ადამიანებთან რაღაც ტაქტილური ურთიერთობები ალბათ ეს დამოკიდებული არის გრძნობ ადამიანი როგორ არის შენს მიმართ განწყობილი და მე ვიგრძენი ეს სიყვარული და მადლობა ვინც მომიკითხეთ ვინც ჩემზე ვფიქრობთ ძალიან ავღელდი რაღაცა მართლა ძალიან ავღელდი თუმცა შესაძლოა რაღაცნაირად ავღელდი ვიდეოს რო წერე ხა ავღელდი მადლობა ძალიან დიდი მადლობა ყველას ერთბაშად ორ დღეში ძალიან ბევრი მანამდეც მთელი თვის განმავლობაში მღებულობდი მესეჯებს და კომენტარებიც იყო Facebook-საც და ისეც მაგრამ იმედი მაქვს რომ გამიგებთ. იცელმა მისე დამიწერა. ყველა მეთქად შეკარით პირი და ყველა დაიკარგეთო. სიმართლე რო გითხრათ, არც მე გადამიღია ვლოგები, არც მიყურებია რამესთვის. იშვიათად შევსულარ YouTube-ზე. მართლა და არც ვიცი. ვინ იღებს ვიდეოს და ვინ არა, მაგრამ მე აქ ვარ, მე ვისვენებდი. მადლობა მოვიდა ავტობუსით და
ჩემი გზა არის და მე მისიგნალებს თქვენ როგორ ხართ? ახლა ველოდები ამ ვიდეოს ქვეშ კომენტარებს თქვენს ამბებს. როგორც თქვენ გაინტერესებთ. მეც ისე მაინტერესებს. ხო და მომიყევით როგორ ხართ? როგორ გაატარეთ აი ეს ერთი თვე თუნდაც? რა მოხდა თქვენს ცხოვრებაში ისეთი მნიშვნელოვანი? მეშინია ამათი. და სხვადასხვა არის ძალიან საფრთხე შემცველი გზა. ნახეთ, ხედეთ, აი უყურეთ. ჩემი აზრით. არანაირად არ ხარ დაცული, აი რო რამე ვერწი საბორძიკდები. და მომიყევით რა ხდება თქვენსკენ? მე მგონი აქ ძალიან ხმაურია, ამიტომ გამოვიდა კამერა. გონი გამოვედი სამშვიდობოს. მოკლედ მე გინება და რაღაცები დიდად არ მიყვარს. უკიდურესი შემთხვევების გარდა აი ეს გზა რაც ამოვიარეთ, ეხით სულ ვაგინებდი ყველა. კერპიცები მაინც არავის არ ესმოდა და სულ ვაგინე ყველას. გიჟებივით მოქროდნენ და დამისვარეს ფეხსაცმელი. აი ეს არ ეთყობა. აქეთ რაღაც შემომასხეს მოკლედ რა. გიჟებივით. თან მეშინოდა, იმიტომ რომ ძალიან ისეთი ვიწრო გზაზე მივდიოდი და არ შეიძლება ეგეთი სისწრაფით რა. თან რო წვიმს ადამიანი მიდის, ხო, ფეხით სხვა გზა არ არის, ზევით უნდა ავიდეს. და რა ვიცი, აბა თქვენ როგორ ფიქრობთ? ტყუილად ვაგინებდი ახლა მე მაგათ, რა თქმა უნდა. როგორ მიყვარს წვიმა. წვიმა მოდის, მოწყენილი ზეციდან მოდის წვიმა. აქ ძალიან ლამაზი სახლებია. ნუ შედარებით აქ უფრო მომწონს ხოლმე სახლები. კარგი, წავედი მოკლედ. მოგესალმეთ, მოგეკითხეთ. მადლობები ყველას. მადლი ჩემგან. ხო და ველოდები თქვენს კომენტარებს, ბევრ გულებს და ყვავილებს. მოკითხვას. მეც მოგეკითხავთ ყველას. ნელ-ნელა დაგიბრუნდებით. გაზაფხულის წვიმა მინდა მე აპრილის თქეში. გვირილის დამზის შეხვედრა ატმის სამყოფელში. შენს ნაცნავში ბზის შავდება და დამალვა ქვევრში. ზეზე თბილი კოცნა მინდა ღიმილის კუთხეში. შენს ნაცნავში ბზის შავდება და დამალვა ქვევრში.
მზეზე თბილი კოცნა მინდა ღიმილის კუთხეში სიცოცხლეზე მეტად მიყვარს შენი მზის ქვეშ ყოფნა მინდა შენთვის ზრების გაშლა და სიცოცხლე ვასის ლა 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 na 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 გაზაფხულის წვიმა მინდა გაკოცეთ გულში ყველას ვისაც გულით მოგენატრეთ და ვინც გულით მკითხულობთ და ვისაც გახსოვართ დროებით